მოგესალმებით. დღევანდელ ვიდეოში გასწავლით, როგორ გამოიმუშაოთ თანხა B-Enable-ზე. ეს საიტი არის affiliate მარკეტინგისთვის, რაც მოიცავს იმას, რომ თქვენ ყიდით სხვადასხვა პროდუქტებს, სხვის პროდუქტებს, რომელსაც უწევთ რეკომენდაციას, გეძლევათ სპეციალური ლინკი და ამ ლინკით შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პროცენტს. ეს პროცენტი ყველა პროდუქტზე განსხვავებულია სხვადასხვა ბრენდების მიხედვით. მაგალითად, გადავიდეთ ახლა და გადავხედოთ ბრენდებს. როგორც ხედავთ, Amazon-ს სხვადასხვა ვარიაცია აქვს, Sephora-ს 5% აქვს, Etsy-ს 7% აქვს, ეს არ ვიცი რა არის 4% აქვს, ну ასე შემდეგ რა. Nike-ს აქვს 8% და ეს. გავყიდოთ ახლა პროდუქტები. მოდით გადავიდეთ პროფილზე. აქ რაღაცები დამატებული მაქვს, ეს წიგნი გამეყიდა კიდევ უკვე, გაჩვენებთ ახლა. რამდენიმე დღე რაც დავრეგისტრირდი აქ და გუშინ მომივიდა რომ გაიყიდა, აი როგორც ხედავთ. წიგნის ფასი არის $18 და სადღაც 9% მოუწია მიღება. მაგ საიტზე და კიდე ბონუსი მომცა B-Enable-მა. ბონუსებს იძლევა იმ შემთხვევაში, აი როგორც ხედავთ, მეგობრის მოწევაზე. თქვენ შეგიძლიათ მოიწიოთ, მეც აღწერაში დავტოვებთ ჩემს ლინკს და დარეგისტრირდეთ. გადავიდეთ პროფილზე. შევქმნათ ახალი ლისტი. დავაწეროთ მაგალითად კომპიუტერის აქსესუარები. გონი ასე იწერება. შევიდეთ აქ. აქ შეგიძლიათ სექციები დავამატოთ. მოდით დავამატოთ სექციებიც. მოდი იყოს პირველი მაუსი. აჰა, შევიდეთ მაუსში, დავამატოთ მაუსი ახლა. წერთ მაუს და იმ საიტის სახელს წერთ, საიდანაც გვინდა რომ გავყიდოთ. მაგალითად იყოს ეს თემა. აი როგორც ხედავთ, დაგენერირა. აქ უნდა იყოს ეს თუ არ გაქვთ ამოგდებული, მაშინ ეს ღილაკი B-Enable auto affiliate link on, ანუ მაშინ არ აქვს ეს affiliate პროგრამა ამ საიტს. ამას რახან აქვს გააქტიურებული, ანუ შეგვიძლია ჩვენ ეს გამოვიყენოთ. ეს კომპიუტერული მაუსი გაყიდულია თემუზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ხედავთ, აი ეს არის მაუსები. შეგვიძლია ჩვენც გადავიდეთ ამ საიტზე. დაიცა ჯერ დავამატოთ. ჯერ ფოტოები ავირჩიოთ, რაც გვინდა რომ გამოჩნდეს. მაგალითად ეს პირველი ფოტო დიდად არ მომწონს. თავიდან მომნიშნავ ყველას. ეს გვინდა იყოს. ეს იყოს პირველზე, მეორეზე ეს იყოს. და მესამეზე იყოს ეს. დავამატოთ ნოუთი. მაუსის სექციაში რამე ტექსტი. მაგალითად ძალიან კარგი მაუსი. აი როგორც ხედავთ, ეს პროდუქტი დაემატა, ეს არის სპეციალური ლინკი, რომელზედაც კაპუნებითაც რომ იყიდის მომხმარებელი, ჩვენ დაგვერცხება პროცენტი, ის კი მიიღებს თავის მაუსს. აი როგორც ხედავთ, სხვადასხვა ვარიაციებია. ნებისმიერს რო შეიძენს, ჩვენ მივიღებთ პროცენტს. მოდი კიდევ დავამატოთ სხვა მაუსებიც. ან მაუსი აღარ გვინდა, მოდი ახლა იყოს keyboard-ები. Keyboard კლავიატურა, ну, შევიდეთ. ისე keyboard თემო, რო თემოდან გვინდა გაყიდვა. აი როგორც ხედავთ, ლამაზი კლავიატურები ამოყარა. ესეც გააქტიურებულია. ეს ფოტოები იყოს. ლამაზი ფოტოებია. დავამატოთ. ძალიან კომპაქტური კლავიატურა. და იაფი.
გავხსნათ ახლა ეს. გავხსნათ ეს ლინკიც, რომ მუშაობს. აი გაიხსნა. აქაც როგორც ხედავთ, სხვადასხვა ვარიაციებია კლავიატურების. და ნებისმიერი შეძენის შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პროცენტს. ჩვენი წიგნი. და ასე შემდეგ დაამატეთ სხვადასხვა ვარიანტებს. ახლა მაუსებში კიდევ შეგიძლიათ სხვა ბრენდიდანაც დაამატოთ, მაგალითად რამე საიტი თუ იცით მაუსების, რა ხვდება მაუსებს, Amazon-დან თუ მოგიდებს. დაჭირო, ეს Amazon-ი დაგჭირდება ამ შემთხვევაში. Amazon-ის საიტი, Amazon-საც აქვს affiliate პროგრამა და დასაკავშირებლად ეგ დაგჭირდებათ. კიდევ რა Etsy-ზე თუ იქნება, არ ვიცი, აბა ვნახოთ. თაგვია მოაქტომა Etsy-ზე. რაღაცა მინიატურული რაღაცები არის. ნუ მოკლედ სხვადასხვა რაღაცების ძალიან ბევრი რაღაცის გაგება შეგიძლიათ აქ. მაგალითად კიდევ შეიძლება ერთი სექციის დამატება აქ. დავამატოთ სექცია, კიდევ რა სჭირდება? მაუსპადი ხო სჭირდება? მაუსპად თემა. აი როგორც ხედავთ ამ მოაქვს, აურაზე გადავედი. აი სხვადასხვა მაუსპადებია, თავის ფოტოები უკვე გამზადებულია, რომელიც კარგ ხარისხშია. დავამატებთ ტექსტს. confirm. ნოტს დაწერა შეგიძლიათ ასე ხელოვნური ინტელექტი გამოიყენოთ, რო უკეთესი დაამატოთ. და სულ ეს არის. კიდევ რა შეგიძლიათ რომ გაყიდოთ? გადავიდეთ პროფილზე. CapCut-ის ისინი შეგიძლიათ, აქ დაიცდერები მაქვს კიდე. თემულთან კიდე რაღაცა დაიმპორტებული ეს წავშალოთ. აქ ედიტორებს ჩავაგდებ მაგალითად. ჩავწერ ვიდეო ედიტორ. Canva მოაგდო, Canva-ს არ აქვს affiliate-ი. სხვა მოვწებნოთ. სხვა ფასიანი. ვიდეო. ამას თუ აქვს, არც ამას არ აქვს. ნუ მოკლედ უნდა მოწებნოთ რა სხვადასხვა რაღაცები. CapCut შეგიძლიათ დაამატოთ, CapCut-ს აქვს. შეგიძლიათ ეს Bluehost-ი და Namecheap-ი გამოიყენოთ. წიგნები შეგიძლიათ მოწებნოთ, აი წიგნების სექციაში ახლა. სხვადასხვა სექციები მაქვს, მაგალითად ფინანსებზე, ეს არის სიყვარულზე, რაღაცა წიგნს მოვიძიებ, მაგალითად და ჩავაგდებ, მოკლე აღწერას გავუკეთებ, რომ რაზეც არის ეს წიგნი, რომ დაინტერესო მყიდველი და ეგ იქნება. ეს ვიდეო სულ ეს იყო და არ დაგავიწყდეთ გამოწერა უფრო სასარგებლო და მეტი ვიდეოსთვის. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.